მოგესალმებით, მინდა გესაუბროთ იორის ვორნზე. იგი ნიდერლანდელი დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერია, რომელიც ცხოვრობს ამსტერდამში. ვორნი ამსტერდამში დაფუძნებული ლეიბლის Rejected-ის თანამფლობელია. ერთ-ერთ დიჯეი კონკურსზე, როდესაც მან გაიმარჯვა, ეს იყო 2002 წელს, მან გამოუშვა EP Muted Tracks. ამ რელიზმა ასევე კალ კრაიგის, დერიკ მეის და ლორან გარნის მხარდაჭერამ აიძულა დიჯეის კარიერაზე ფოკუსირება მოეხდინა. 2003 წელს მისი EP Lost Memories კიდევ ერთ underground ჰიტად იქცა. იმავე წელს ვორნი ჰოლანდიური დიჯეების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ტალანტად დასახელდა. 2005 წელს მან დააარსა Green, რომელიც ორი ლეიბლიდან ერთ-ერთია, რომელსაც ის დიდი ხნის თანამშრომელ ედვინ ოოსტერვალთან ერთად მართავს. 2009 წელს მან გამოუშვა კრებული Balance, რომელშიც 100 სიმღერა იყო გაერთიანებული Double Ormac CD-ზე და ისინი ერთ მიქსად გარდაიქმნა. ვორნმა ასევე გამოუშვა EP-ები Dusty House Room და Resident Edvis 2-ის საუკეთესო დიჯეების ასეულში მე-10 ადგილს მიაღწია. 2014 წელს ჯორისმა გამოუშვა თავისი მესამე სტუდიური ალბომი Nobody Knows, რომელშიც მეთიუ დირთან, კიდასთან და მის მამასთან თანამშრომლობაა წარმოდგენილი. ალბომი მთლიანად ელექტრონული არ არის და მასში ისეთი ცოცხალი ინსტრუმენტებია გამოყენებული, როგორიცაა გიტარა და ბას-გიტარა. 2019 წელს მან გამოუშვა თავისი მეოთხე სტუდიური ალბომი Four, ხოლო 2020 წლის აპრილში ორბიტალმა EDM არტისტმა, რომელსაც ვორნი ბავშვობიდან უსმენდა, გამოუშვა ვორნის Never-ის გადამუშავებული, ანუ remastered ვერსია. 2020 წლის ოქტომბერში Global Underground-მა გამოუშვა 53 კრებული, რომელშიც მონაწილეობს იორნი. ალბომში შედის მისი რამდენიმე საკუთარი ტრეკი და მას მელოდიურ ტექ ჰაუსად მოიხსენიებენ. 2020 წელს Tomorrowland-მა გამოაცხადა, რომ 2021 წლების ახალი წლის ღამეს ონლაინ რეჟიმში გადასცემდნენ და ერთ-ერთი წამყვანი დიჯეი ვორნი იქნებოდა.